შენიცის სპორტის ბოლო მერვედფინალური დაპირისპირებით გიბრუნდებით ძალიან საინტერესო სტუმრებით და რა თქმა უნდა ასეთივე თამაშის მოლოდინით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მერვედფინალია, ისევ შეგახსენებთ, რომ სეზონის გამარჯვებული მიიღებს 10,000 ლარს. ჩვენი წარმდგენია ბეთლაივი, მე კი ზაზა ვარ ამ გადაცემის წამყვანი და შეგვიძლია უკვე გადავინაცვლოთ დღევანდელ სტუმრებთან, თუმცა იქამდე არ დაგავიწყდეთ ბილაივის YouTube არხის გამოწერა. გამარჯობა მეგობრებო. ლაშა, სანდრო, როგორ ხართ, როგორი განწყობა გაქვთ? ლაშა, შენგან დავიწყოთ. მოგესალმებით. განწყობა კარგია, მიყვარს ესეთი თამაშები და რა ვიცი, ვეცდები რომ ის რაც ვიცი სპორტში გამოვავლინო. ძალიან კარგი, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. სანდრო, რას გვეტყვი? განწყობა თამაშის წინ, ნებისმიერი თამაშის წინ ყოველთვის კარგია. და ვეცდები გავიგო ვიცი თუ არა სპორტი დღევანდელი თამაშის მე. ძალიან კარგი. მაშინ შეგვიძლია რომ დავიწყოთ უკვე თამაში. მოვისმინოთ პირველი რაუნდის წესები. პირველი რაუნდი, ფოტოდუელი. ამ რაუნდში ორივე მონაწილეს ეძლევა 90 წამი. მათი მიზანია ეკრანზე გამოსახული სპორტსმენების გამოცნობა, რომლის საშუალებაც რიგრიგობით ეძლევათ. სვლა იქამდე არ გადადის მეორე მოთამაშეზე, სანამ სწორი პასუხი არ დაფიქსირდება. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე ვერ გამოიცნობს ეკრანზე გამოსახულ სპორტსმენს, აუცილებელია თქვას სიტყვა შემდეგი, მაგრამ დაკარგავს საჯარიმო 3 წამს. რაუნდს იგებს ის, ვისაც მოწინააღმდეგეზე მეტი დრო დარჩება. მოვისმინეთ პირველი რაუნდის წესები. თუ ყველაფერი გასაგებია, მაშინ შეგვიძლია სახით ერთმანეთთან პირისპირ დავდგეთ. ეს ასეთი დაუნდობელი რაუნდია. და ჯეირანით გადავწყვიტოთ, ვინ დაიწყებს პირველ რაუნდს. ხო იცით ჯეირანის? კი ბატონო. ბატონო. ჯეირანი. პრანტნი. ისე ვიგივე. ხო. ის იყო? კი, პრეარი. კი ბატონო. სანდრო დაიწყებს ამ რაუნდს. სანდრო, შენი მოწინააღმდეგის უკან მონიტორზე 5 წამიანი კაუნტდაუნი ირთვება. ყურადღებით იყავი, პირველი სვლა შენზეა და გვარს აუცილებლად ეძახი სრულად. კი ბატონო. როგორც კი სწორ პასუხს გასცემ, მოწინააღმდეგეზე გადადეს სვლა. წამზომი ჩაერთო. რონალდინიო. ჯორდანი. ამაშუკელი. კანი. შემდეგი მეზარება გახსენება. მაგრეგორი. ისე მე ვარ. გავი. დუნგა. შემდეგი. ჩეფერინი. ჩიკაძე. შემდეგი. შემდეგი. აჩერბი. კინგლადს. შემდეგი. გორგოძე. ბოლქვაძე ბოდიში. ტამენდი? არა, დემიკელისი? შემდეგი. ეს ვალენსიას ისა კაცო. შემდეგი. 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 მეაცა. კასლი. ონო. ილოცო. ამოიწურა ლაშას დრო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი რაუნდი სანდროს მიაქვს საკუთარ აქტივში და საერთოდ ჩათვლაში ანგარიში ხდება 1-0. დაუბრუნდეთ საწყის პოზიციებს, მეგობრებო. აბე არის. ლაშა, აშკარად არ გაგიმართლა. ცალსახად.
ო, რავი, ესეთი სპორტსმენები იყო. ბოლოს იყო აბე ლეგენდარული. ო, აბე, ონო მეგონა შოხეიანი. ესეთი რაღაცები მიყვა ერთმანეთს, რომ ცოტა რთული იყო. ხდება ხოლმე. ხდება. ყველაფერი წინ არის. სრულიად საფეხბურთო მეორე რაუნდი გოლოდება წინ და მესამე რაუნდი რომელიც ორქულიანია, ასე რომ მეორე რაუნდში მარცხის მიუხედავადაც შანსები რჩება ჩვეულებრივად. კი ბატონო. წავედით მეორე რაუნდში და მოვისმინოთ წესები. მეორე რაუნდი, მინი თამაშები, ტაქტიკური კვადრატი. თამაში 9 უჯრისგან შედგება. თითოეული მათგანი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად სხვადასხვა მოცემულობით არის დაკავშირებული. მოთამაშეების მიზანია, რომ სწორი ტაქტიკითა და პასუხებით შეავსონ გრაფა ისე, რომ გაავლონ ჰორიზონტალური, ვერტიკალური ან დიაგონალური კვეთები. სასტარტო 11-ეული. რაუნდის ამ ნაწილში მონაწილეები ეკრანზე ხედავენ კონკრეტულ თამაშზე წარმოდგენილი ერთ-ერთი გუნდის ძირითად შემადგენლობას. თითოეული ფეხბურთელი სირთულის მიხედვით არის დაყოფილი. მოთამაშეების მიზანია დააგროვონ მოწინააღმდეგეზე მეტი ქულა. set point. მეორე რაუნდის გადამწყვეტ ეტაპზე მოთამაშეებს მოუწევთ გამოიცნონ ფეხბურთელის საკუთარი კარიერის მიხედვით. პასუხი დასწრებაზეა. მოვისმინეთ მეორე რაუნდის წესები, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კითხვები არ გაქვთ, შეგვიძლია პირდაპირ დავიწყოთ პირველი მინი თამაშით. მაშინ ვნახოთ, როგორია დღევანდელი ტაქტიკური კვადრატის მოცემულობა. ჰორიზონტალურად გვაქვს ასეთი მოცემულობა, გაუტანია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ამერიკელი ფეხბურთელი და ჩელსი, ხოლო ვერტიკალურად გვაქვს იუვენტუსი, დორტმუნდი და მანჩესტერი და როგორც ვიცი, ამ მოცემულობამ ორივე გაგახარათ, იმიტომ რომ ერთი იუვენტუსის ფანია, მეორე მანჩესტერის. თუ არ ვცდები. იუვენტუსის გულშემატკივარი. კი ბატონო. კომაკი, ნამდვილად. დავიწყოთ თამაში, ლაშა, შენ იწყებ ამ რაუნდს. მოდი მაშინ დავიწყებ ამერიკის და დორტმუნდის კვეთით რეინა იყოს. ამერიკა დორტმუნდის კვეთა, რეინა სწორი პასუხია. კი ბატონო. აბა სანდრო რას შემოგთავაზებ? ის იყოს ჩელსი, მანჩესტერი, ხუან მატა. მატა რა თქმა უნდა სწორია. გაუტანია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და მანჩესტერი იყოს დი მარია. რა თქმა უნდა სწორია. ყველგან აქ და მე მგონი ჩელსიში საქმე თამაშები მორატა, ჩელსი, იუვენტუსი. რა თქმა უნდა სწორია. საინტერესო ლოგიკა იყო. ჩელსი. ლაშას ხაზის გავლების საშუალება დაუკეტა სანდრომ, მაგრამ ეხლა კი ბატონო. სანდროს აქვს შანსი. მოდი იყოს ის არ მახსენდება რა ქვია. სანდროს რო დაუკეტო და ზიდანს ვიტყვინა. იუვენტუსიდან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაუტანა. კი ბატონო. ეს სწორი პასუხია. მე ნახევრად მახსენდება, არ მახსოვს დორტმუნდში აქ თუ არა ნათამაშები. რატომ მოგონია რომ აქვს. და იყოს ჩელსი, დორტმუნდი, კრისტიან პულისიჩი. დორტმუნდის და ჩელსის კვეთაზე კრისტიან პულისიჩი სწორი პასუხია, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე რაუნდის პირველი მინი თამაში მოიგო სანდრომ და მეორე რაუნდში მინი ანგარიში გვაქვს 1-0. გადავინაცვლოთ მეორე რაუნდის მეორე მინი თამაშზე, სადაც მოგვიწევს სასტარტო 11-ულის გამოცნობა. საკმაოდ საინტერესო 11-ული გვაქვს დღეისთვის. 2017-18 წლების ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირება, სადაც ბარსელონა დამარცხდა. თითქოს მოულოდნელად. ხო არ გახსოვთ ვისთან დამარცხდა? თუ არ გახსოვთ, მე გეტყვით, რომ სწორედ ამ გუნდის შემადგენლობის გახსნა მოგიწევთ დღეს. და ეს არის რომა. ნახოთ დაფაზე დღევანდელი მოცემულობა. ყველაზე მარტივი უნდა გითხრათ მე, რადგან ლუცი რაოდენობის საპასუხო ფეხბურთელები დაგვრჩეს, ეს არის გუნდის კაპიტანი დეროსი. ამ რაუნდს დაიწყებს ლაშა. ისევ და ისევ. ორი კაცი მახსოვს მარტო. რომა. აქვე გეტყვით, რომ ჯამში დაფაზე მოცემული გვაქვს 17 ქულა და 9 ქულა შესაბამისად ავტომატურად იგებს თამაშს. 3 შეცდომის დაშვების უფლება გაქვთ, თუმცა თამაშს არ აგებთ 3 შეცდომაზე, უბრალოდ თქვენი მოპოვებული ქულა გინარჩუნდება თუ წინ ხართ. თუ უკან ხართ, აზრი აღარ აქვს. ლაშა, აბა დავიწყეთ.
არა მგონია მაგ დროს ყოფილიყო, მაგრამ ზანიოლოს ვიტყვი 900-ს რა. 9 ნომერი ზანიოლო არ არის. ეს პირველი შეცდომა. ერთადერთი მაგაში ვარ დარწმუნებული, რომ 9 არის ჯეკო. დანარჩენი სწორი პასუხია და 1-0 ხდება ანგარიში სანდრო დაწინაურდა. ლაშა ისევ შენი ჯერია. არ ვიცი. ვერ ვიხსენებ საერთოდ. კი ბატონო, ლაშას მეორე შეცდომა და ცოტა დრო კიდევ მაინც ექნება რომ მესამე ვარიანტისთვის. ანუ აზრი არ არის ფიქს. ჩემჯერია? კი. უნდა ვივარაუდო, რომ ჯერ ლივერპულში არ იყო გადასული ალისონი კარში. კარში ალისონი დგას ნამდვილად. 2-0 ხდება ანგარიში. ოფჩი. ლაშას. ანუ ვერ ვიხსენებ. კეთილი, ლაშას არ აქვს პასუხი, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე რაუნდი სანდროს მიაქვს საერთო ჯამში, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჩათვლაში ანგარიში ხდება 2-0. მაგრამ სანამ მესამე რაუნდზე გადავალთ, მოდი გავხსნათ ფეხბურთელებს მიუყვეთ, ვინ იყო? ერთი მანოლასი არის, ერთ-ერთი გამოვიწვიოთ. მანოლასი არის ერთ-ერთი. მანოლასი არის. შორეული გოლი ვინ გაიტანა ხო არ გახსოვს? არა. იუვენტუსში რო თამაშობდა, იმას ვერ ვიხსენებ, მაგრამ მაგ დროს მანოლასის ნომერი არ მახსოვს ოსნიელი არ იმას თქვენ, ვერ თქვენ. კარგი, დავიწყოთ. მანოლასი არის 44 ნომერი. 20 ნომერი არის ფასიო. გამორიცხული იყო. 5 ნომერი სამქულიანი არის ჟუან ჟეზუსი. 24 ნომერი ერთქულიანი არის ფლორენცი, რომლის შორეულ გოლსაც ვიხსენებდით. 11 ნომერი ორი ქულა, აქ არის კოლაროვი. აი ეს შეიძლებოდა. 6 ნომერი არის სტროტმანი. 4 ნომერი არის ნაინგოლანი, რომელიც ერთი ქულით იყო შეფასებული და 14 ნომერი არის შიკი. შიკი, პატრიკ შიკი? არც მან თუ იყო საერთოდ თამაშობდა ოდესმე. საკმაოდ რთული სასტარტო შემადგენლობა მოუწიათ ლაშას და სანდროს. ჩვენ წინ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო მესამე რაუნდი გველოდება, სადაც არსებობს იმის შანსი, რომ გადაცემის ისტორიაში პირველად მეოთხე რაუნდამდეც გადავიდეთ თუ ლაშა მოიგებს, რადგან ორქულიანია. მესამე რაუნდის წესები მოვისმენთ. მესამე რაუნდი სპორტპედია. ამ რაუნდში მოცემულია 12 გრაფა, რომელიც 4 კატეგორიადაა დაყოფილი. თითოეული კატეგორია 3 სხვადასხვა სირთულის შეკითხვას მოიცავს. მოთამაშეები მონაცვლეობით პასუხობენ მათთვის მისაღებ შეკითხვებს. მონაწილის მიერ აღებული შეკითხვის ვერ გამოცნობის შემთხვევაში მოწინააღმდეგეს ეძლევა საშუალება მოიპაროს კითხვა. თუმცა თუ კი არასწორ პასუხს გასცემს, შესაბამისი ნომინალით გამინუსდება. მოთამაშეების მიზანია დააგროვონ რაც შეიძლება მეტი ქულა. შეგვიძლია დავიწყოთ მესამე რაუნდი, თუ ყველაფერი გასაგებია, მაშინ ნახოთ როგორია ჩვენი დღევანდელი კატეგორიები. თუმცა სანამ კატეგორიების ჩამოცვლას დავიწყებ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის წარმომადგენია BetLive. კატეგორიები ასე გამოიყურება: მოხეტიალეები, ნატოს ფონეტიკური ანბანი, ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო და გუნდების მოგვარეები. ლაშა, შენიწყებ ამ რაუნდს და მითხარი კატეგორია და შესაბამისი სირთულე. მოდი ნატოს ფონეტიკური ანბანი 100 იყოს. ბლეკპულში კარგი თამაშის შემდეგ მერსისაიდს მიაშურა. დიდად იქ თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა სტოკის მაისურით სტენფორდ ბრიჯზე გატანილი მისი გოლი პრემიერ ლიგის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. წარმოდგენა არა. არაფერს არ კარგავ არასწორ პასუხს, მაინც შეგახსენებ. არ ვიცი, უბრალოდ არ ვიცი. კარგი, მაშინ სანდრო იპარავს ამ შეკითხვას. ჩარლი ადამი უნდა იყოს ეს. ეს აბსოლუტურად სწორი პასუხია. სიასოს შეესაბამება ნატოს ფონეტიკურ ანბანში ჩარლი. სანდრო, შენი არჩევანის ჯერია. ეყავს გუნდების მოგვარეები 200. გინესის ამ რეკორდსმენს კოპა ამერიკაზე ჩატარებული საშინელი მატჩის შემდეგ ერთ-ერთ სამხრეთ იტალიურ ქალაქში დასვენება ნამდვილად წაადგებოდა. ის აღარ ვაჭარ ხო? მარტინ პალეგრი. ეს აბსოლუტურად სწორი პასუხია. 300-0 ხდება ანგარიში სანდროს სასარგებლოდ. სხვადასხვა ამ ადამიანს 3-11 მეტრიანი აქვს აცილებული ერთ შეხვედრაში, რაც არის რეკორდი. კოლუმბიას წინააღმდეგ. წავედით, ლაშა, ისევ შენი ჯერია. მოდი მოხეტიალეები 200 იყოს. მოხეტიალეები 200 ქულა. 36 წლის ამ ორგზის All-Star-ელმა 10-ზე მეტ გუნდში ითამაშა. სიმაღლემ არ მოგატყუოთ 2016-17 წლების სეზონში Celtics-ში თამაშისას MVP-ს გამოკითხვაში მეხუთე ადგილზე გავიდა.
ეგრე კარგად NBA არ ვიცი. უპასუხოთ? სანდრო, ისე ვიპარავ ამ შეკითხვას და ეს არის აიზია ტომასი. ეს არის აიზია ტომასი. სწორი პასუხია, რომელიც დაიკარგა კალათბურთიდან ამ სეზონის შემდეგ ფაქტობრივად ეგრე გამოვიდა. სანდრო, ისევ შენჯერია 500-0-ია ანგარიში. იყოს ნატო 200. ნატოს ფონეტიკური ანბანი 200 ქულა. სწორედ ეს კალათბურთელი იყო პირველი, ვინც რეგულარული სეზონის საშუალოდ 3 მაგი დუბლით დაასრულა. ოსკარ რობერტსონი. ოსკარ რობერტსონის სწორი პასუხია. სანდრო, კიდევ მაგარ ფორმაშია. 700-0 ხდება ანგარიში. ლაშა, შენი ჯერია. მოხეტიალეები 300 იყოს. ამ თავდამსხმელმა 11 სხვადასხვა ქვეყანასა და 32 სხვადასხვა კლუბში ითამაშა. უფრო მეტად კი იმ გადამწყვეტი პანენკათი უნდა გახსოვდეთ 2010 წლის მუნდიალზე, განას რომ გაუტანა. არის ფორლანი? არა, ფორლანი სამწუხაროდ არასწორი პასუხია. სანდროც არ იპარავს ამ შეკითხვას. ურუგვაელი არის ნამდვილად სწორი პასუხი, მაგრამ არა ფორლანი, ეს არის სებასტიან აბრეუ. ეს ძალიან ისტორიული შეხვედრა იყო, როდესაც სუარესმა ხელით გამოიტანა, ასამოაკიანმა პენალტი ვერ გამოიყენა ამ შეხვედრაში. ბევრი რამე მოხდა ამ მატჩში. პენალტების სერიაში გადავიდა საერთოდ და სანდრო, შენი ჯერია. გუნდების მოგვარეები 100. ამ გვარის მქონე ფეხბურთელებს 90-იანების მიწურულს და 2000-იანების დასაწყისში ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ფავორიტი გუნდის არჩევა არ გაუჭირდებოდათ. სანდრო, გადავინაცვლოთ პასუხისკენ. ეკეთი. კაი, ხო, არ ვიცი, იყოს შავ მაინც პეირესი. არა. ლაშამაც არ მოიპარა ეს შეკითხვა. ენერი და ანტონიო რო გითხრა? ეს ორი სახელი? ვინები? ენერი და ანტონიო. გვარს ხო არ მეტყვა შენით და გუნდის სახელსაც? ენერი ერთადერთი არის, ის ენერი არ არის, ევერი არის. ენერ და ანტონიო ვალენსია. ფუ, რეალზე ფიქრობდი 90-იანებს და 92-იანებს დასაწყისში. კი ბატონო. ლაშა, შენი ჯერია. გუნდების მოგვარეები 300 იყოს. გუნდების მოგვარეები 300 ქულა. 95 მატჩი და 9 გოლი ეროვნულ ნაკრებში. ფენერბახჩე, პარი სენ-ჟერმენი და სან პაულუ. მიუხედავად სოლიდური კარიერისა, გეოგრაფიის მოყვარულებს მისი გვარის გაგონებაზე მაინც შვეიცარია აგონდებათ. აბა ლაშა, რა ვარიანტები გვაქვს? იაკინი? არა. სანდროც არ იპარავს ამ შეკითხვას. კიდევ ერთი ურუგვაელი იყო ამ შეკითხვის პასუხი. დიეგო ლუგანო იყო სწორი პასუხი. ლუგანო ქალაქი და ტბა შვეიცარიაში. იყოს კაპიტანო, ჩემო კაპიტანო 200. მისი წინაპრები შოტლანდიელი ემიგრანტები არიან. სია კოლისისთან ერთად ის ერთადერთი კაპიტანია, ვისაც მსოფლიო თასი ორჯერ აქვს მოგებული. ეს უნდა იყოს რიჩი მაკოუ. რიჩი მაკოუ სწორი პასუხია, რაც იმას ნიშნავს, რომ სანდრო მოიგო დღევანდელი ეპიზოდი ძალიან დამაჯერებელი მესამე რაუნდის ჩატარებით. სანდრო, გილოცავ ამ გამარჯვებას. შენ გახდი მერვე მეოთხე ფინალისტი ჩვენი გადაცემის. ლაშა, მადლობა რომ მიიღე მონაწილეობა და ვფიქრობ, რომ მადლობა თქვენ. საკმაოდ საინტერესო თამაში გვაჩვენა. შემიძლია რომ გაჩვენოთ ბოლო შეკითხვებიც, რეებიც დარჩა. შემოვნებით. ნახოთ, მაშინ ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო 300 ქულიანი შეკითხვა. ამ ლეგენდარულ კაპიტანს აფრიკული, ესპანური და ბერძნული ფესვები აქვს. მუქი კანის გამო შავ ბელადს უწოდებდნენ და ბევრის აზრით 1950 წლის ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. გამორიცხული. ხო არ გაქვთ ვარიანტი? ურუგვაელია ეს არის. უფ. გიჯა არა და. ვარელა ხო არ არის? კი. არასწორი დროისთვის შემოვინახეთ ანუ ეს შეკითხვა. ვარელა არის სწორი პასუხი, ვნახოთ კიდე შემდეგი შეკითხვებიც. 300 ქულიანი ნატოს ფონეტიკური ანბანი რა გვაქვს? ეს პარი სენ-ჟერმენის აღზრდილ ამმეკარეს ძირითად გუნდში თამაშის შანსი არ მისცემია და დებიუტი იმ კლუბის შემადგენლობაში ჰქონდა, რომელთან ერთადაც 20-21 წლების სეზონის ლიგა 1-ის ჩემპიონი გახდა. არასწორი. ვიქრობდი, დაიცა.
რამე ზედად გუნჩის შანსი ამისცენენ დებრიატა. ლილი გახდა მაშინ ჩემპიონი. არა, ვერ გავიხსენებ შანსი არა. კი. დუე? მაიკ მენიო. მეკარიტიკო? მეკარე და ორი წალი 100 ქულიანი შეკითხვაც გვაქვს ნახოთ ეგენის. ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანოში გქონდა გუნდის კაპიტანი 1988 წელს 21 წლის ასაკში გახდა და მიუხედავად ალკოჰოლზე დამოკიდებულებისა სამკლავური კარიერის ბოლომდე 2002 წლამდე ეკეთა. ტონი ადამსია, ხო? ქაოს. რა თქმა უნდა, სწორი პასუხია ტონი ადამსი აქაც და ბოლო 100 ქულიანიც ვნახოთ. მოხეტიალეები, რომელიც ვახსენეთ სხვათა შორის შესვენებაზე. პროფესიონალური კარიერა პარი სენ-ჟერმენში დაიწყო და მუმბაი სიტიში დაასრულა. მანამდე კი ლონდონის წითელი და ლურჯი ნაწილიც მოიარა. სტამბოლიც, ჩინეთიც, ლივერპულიც და ამ კატეგორიაში ანელკა ხო? ბოლტონიც კი, ანელკა ვახსენეთ. შეგვიფასეთ აბა თამაში, ლაშა, რას გვეტყვი? ჩემი თამაში იყო კატასტროფა. პირდაპირ უნდა ვთქვა. ძალიან საინტერესო ეტაპებია თამაშის. წარმატებები სანდროს მომდევნო ეტაპებზე და რაღაც ვნახოთ მეოთხედფინალებს მაყურებლის რანგში ვითამაშებ. მადლობა დიდი. სანდრო, რამე განსხვავებული სტრატეგიით ხო არ იქნები უკვე მეოთხედფინალურ ეტაპზე? არა. ისეთი თამაშია რომ ამ კითხვას ყველა ვარიანტში უსვამს. ხო, სტრატეგიით ვერ ვიქნები განსხვავებული. ჩემი სტრატეგია არა, უბრალოდ სიამოვნება მივიღო რა. სადაც რამე კითხვა ისმება, ყველგან სიამოვნებით უსმენ და ვცდილობ რომ გამოვიცნო. ცალსახად კარგი, საინტერესო, აზარტული თამაშია. ანუ თუ სადმე რამე დაპირისპირება შეიძლება თქვა რომ ადამიანს იღბალმა უნტყუნა ამ შემთხვევაში იყო ლაშა პირველ რაუნდში როცა მეც ზუსტად იგივე დამემართებოდა რაც ლაშას და ნუ ძალიან გაგდებს რიტმიდან მსგავსი რაღაცა ასე რომ ო თამამად შემიძლია თქვა რომ იღბალმა ძალიან კარგი საჩუქარი გამიგეთა მე ამ თამაშში. წარმატებებს გისურვებ მეოთხედფინალურ ეტაპზე. მე კი ჩვენს მაყურებელს მადლობას გადავუხდი რომ უყურეთ ბოლომდე ამ ეპიზოდს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენი წარმდგენია BetLive. ჩვენ კი ყოველ კვირა დღეს შევხვდებით BeLive-ის YouTube არხზე, რომელიც აუცილებლად უნდა გამოეწერეთ რომ არ გამოგრჩეთ საინტერესო ვიდეოები. მომავალ შეხვედრამდე უკვე მეოთხედფინალით დავბრუნდებით.